მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტი მომავალ კვირაში იმსჯელებს. გუშინ ცნობილი გახდა, რომ მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას ტოვებს და სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინაციის მიმართულებით სახელმწიფო მინისტრის პოსტს დაიკავებს. ეს მინისტრთა კაბინეტში ვიცე-პრემიერის სტატუსსაც მიიღებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძეა წარდგენილი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი კი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს. აღნიშნულთან დაკავშირებით პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებს მომავალ კვირაში დაამტკიცებს. რომ ერთი და იგივე ხალხი ტრიალებს სხვადასხვა თანამდებობაზე საბოლოო ჯამში მიუთითებს იმაზე, რომ ხალხი არ ყავს ქართულ ოცნებას და ამიტომ ეხლა რაში და მოტივები იყო მისად გამოყვანეს, ამის გამოცნობა რთულია. საბოლოო ჯამში შედეგი გვაჩვენებს და დავაკვირდეთ როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ სამწუხაროა, რომ 16-14 რამდენი წელი უკვე ხელისუფლებაში არიან, იმით მთავრდება მათი მმართველობა, იმედია მალე დამთავრდება, რომ ხალხი ამოეწურათ და კომპეტენტური ადამიანები არ ყავთ სხვა თანამდებობაზე. ეს არის მართვის მოდელი, სადაც ერთადერთი სუვერენი არსებობს ბიძინა ივანიშვილის სახით, სხვა თანამდებობის პირები, გვარს და სახელებს საერთოდ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, არაფრის გადამწყვეტი არც ერთი პოლიტიკის მიმართულებით არ არიან და ის ფეიქ თანამდებობა, რომელიც შემოგთავაზეს თითქოს რაღაც მაკოორდინირებული ფუნქცია უნდა შეასრულოს, საერთოდ ღიმილის მომგვრელია ძალიან მარტივი მიზეზის გამო, არ მგონია ეხლა სულხან თამაზაშვილს და გეკა გელაძეს შუაში ფოსტალიონი ჭირდებოდეთ, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ მსგავსი ტიპის თანამდებობების შემოღებით არის პენსიაზე გაშვება ადამიანების, რომლებიც მერე საერთოდ პოლიტიკიდან მიდიან. რასაც ჩვენ ხედავთ განცხადებიდან ჩანს ის, რომ თქო რაღაცა ტიპის კოორდინაცია იქნება მაღალი რანგის ხელმძღვანელის მხრიდან იმ უწყებებზე, რომელ უწყებებსაც ჩაბარებული აქვთ ქვეყნის უსაფრთხოება, საგარეო თუ საშინაო მიმართულებით და როგორც ჩანს დაინახეს ასეთ ტიპის უფრო მეტად დაცვის საშუალება ამ ცვლილებებით, ყოველ შემთხვევაში განცხადებიდან ეს ჩანს და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ თუ ამ მიმართულებით არის ეს და რასაც ხედავთ ამ მიმართულებით არის ბუნებრივია, რომ ჩვენ გვექნება პოზიტიური გზავნილები. რაც შეეხება განხორციელებულ ცვლილებებს, გუნდში ხალხ ხშირად ხდება ცვლილებები, ამისგან რა ვიცი, არაფერი გასაკვირი არ არის. დღეს შეიძლება ერთ კონკრეტულ უწყებას, მიმართულებას ემსახურებოდე და მუშაობდე. ყველა, რა თქმა უნდა, სამსახურის მუშაობა მიმართულია იმისკენ, რომ ემსახუროს შენს ქვეყანას და ემსახუროს შენს ხალხს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თუ რომელ კონკრეტულ უწყებაში იქნები ან რომელ კონკრეტულ თანამდებობაზე.